თუ მატარებელმა არ გაგიტანათ და ეს ადგილი მშვიდობიანად გადალახეთ, შეგიძლიათ ახალი წლის დღესასწაულს ქარელში შეხვდეთ. ქარელი შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე მტკვარის მარჯვენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 620 მეტრზე მდებარეობს. ანუ ამ შესანიშნავ ქალაქს კიდევ ოდნავ რო გამართლებოდა 620 მეტრით დაბლა და 200 კილომეტრით დასავლეთით რომ ყოფილიყო, ზღვისპირა ქალაქი იქნებოდა. ქარელი 1939 წელს რაიონულ ცენტრად ჩამოყალიბდა. 1962 წელს კი დაბად გადაკეთდა. 1991 წელს ქარელი ქალაქი გახდა. ამ ლოგიკით 2015 წელს ქარელი დედაქალაქი გახდება. წლის მონაცემებით ქარელში 7200 ადამიანია. აქედან 3000 მამაკაცია, 3200 ქალბატონი, ხოლო 1000 ძალო. ლალიძალო რა არის პომიდორი? გაიხსენეთ, რამდენ თქვენგანს დახმარებია ქარელი? ქალაქი ქ-ასოზე, ქალაქობანას თამაშის დროს. ქარელში დამყოფები არიან ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორებიც არიან ბრედ პიტი, ანგელა მერკელი, დიდიე დროგბა. მათ ქარელს სულ რამდენიმე წამით გადაუფრინეს. ნეტა ახლა ვინზისი. გამარჯობა. მოგესალმება ქარელი. ქარელიდან იყვნენ ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორებიც არიან. ამირანკული ვიდეო. ეხა ჩამონათვალი შორს წაგვიყვას. ჯობია დავამთავრე. ქარელში აი ასეთი გრანდიოზული და ულამაზესი პარკია. წყალს დავლევ. სკამი ყოფილა. ქარელში უამრავი ღირსშესანიშნაობის ნახვა შეგიძლიათ ამ ჭოგრიტის საშუალებით. თუ აღმოსავლეთით გაიხედავთ, შეგიძლიათ დაინახოთ გორის ციხე. თუ ჩრდილოეთით შეგიძლიათ დაინახოთ მყინვარწვერი, მაგრამ ეხლა არ ჩანს. შეგიძლიათ ეს შემოატრიალოთ და აქედან ნახეთ სახლები რა შორს ჩანს. თითქოს ძალიან შორს არის, არა და აი აქა. ქარელი ცნობილია თავისი ტალახით. ის სამკურნალო არ არის, თუმცა მის გარეშე აქედან არავინ არ მოდის. წებოვნებაც აქვს. ქარელში აუცილებლად გაერთობიან თქვენი ბავშვები. ბავშვები ხო ისედაც ყველგან ერთობიან. იჭერე! ყველაფერს რო თავი დავანებოთ, ქარელი ერთი იმიტომ არის კარგი, რომ ხაშურს გამოცდით და მეორე იმიტომ, რომ ავტობანამდე რაღა დარჩა. ასე რომ ეწვიეთ ქარელს და გაატარეთ დაუვიწყარი ახალი წელი. მე კი იმედი მაქვს, რომ აქ მალე დავბრუნდები. ქარელი, თავმდაბალი ქალაქი.